ხო, სხვათა შორის მადლობა 200 გაუნწერს გადავწით. ძალიან გამისწორდა იქ. კომენტარები მისწორდება ხოლმე ძალიან. რავი, მაგრამ იხარია ხოლმე კომენტარებს რო გითხულობ, მოკლედ. მარჯვენა მხარეს მეგობრებო დაინახავთ ესეთ რაღაცას behaviors. რას ნიშნავს ეს? ეხლა გავიგებთ. მაგალითად, პირველი აწერია horizontal. რას ნიშნავს? ხო, ასაო, ესეთი რაღაც გაიჩნდა. ანუ გაბიურდა. მაგრამ ნახეთ, აქ რატო იჭრება ვერ ხვდები. შესაბამისად, აბა ნახოთ ტრანსფორმი და რამის გაკეთება თუ შეგვიძლია. არ ვიცი, შეიძლება აქედან შეგვიძლია რომ შევცვალოთ ეს რაღაცები. კაი, ეს არ ცვლის არაფერს. რო ვაკეთ? ფერებს ცვლის და და ინტენსივობას ცვლის მოკლედ. რომელიღაცა უეჭველი შეცვლის იმას. აი აქ რო იჭრება დებილივით, მაგას შეცვლის წესით. round, აბა square იყო. ანუ არ იცვლება არაფერი, შენი კაი. ამით რამდენი რაღაცის გაკეთება შეიძლება, იცით? ნახეთ ყველას აქ keyframe-ი. ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება. ამით ამოვა და ესენი რო ჩამოვიდნენ. არა ეს რო არის კუთხეში მოჭრილი, ეგ მაგრად ეხავს. ეს არის დარესედება არის ალბათ. width, აი. არა, intensity, არა. არა. ეს ფერებს ცვლის პროსტა. აუ ეს წინა ეფექტია რომ დავადეთ რატო ეწვალებიჩი. behavior-ში ქვევით არის. აი აგერ არის. ვაფშე სხვა წინა ეფექტებს ცვლიდე. მაგარია და screen. კაროჩე არ ვიცი, შეიძლება მეც უბრალოდ აღარ ჩალიჩოს. მაგრამ წესით რაც რომ მეტი იქნება, ჩვენ შეგვიძლია ვაფშე მივზუმოთ რატო უწვალოთ კაცო. მაგრამ არა, ნახე, არ იმას შვება. ანუ პროსტა ესი კარგია. თორე მიზუმო კი არის, თუნდაც სახე გააზრე, ნახე. უგაცრავად? კაროჩე რაღაც ხდება, ის გამოც ეგ კუთხეები იჭრება. და რავი, მე მგონი ამი ფეთქდა კომპიუტერი თუ ეს რა არის. მაგრამ ნახეთ თავი რა არის. ამით შეგვიძლია ძალიან ბევრი რაღაც აქ keyframes დავადებთ. რაღაც მომენტში. keyframes ხო დავადებთ. ნუ ეს ყველას გადაედო ეს სინათლის ისა. და ნახეთ, ისეთ რაღაცას გავაკეთებთ, რომ ზოგმა იტრიალოს. ესე. ძალიან მაგარი იქნება. კაი, შემდეგი ვნახოთ რა არის. კაი, ვნახოთ შემდეგი რა გვაქვს. ხო, შემდეგი არის დაახლოებით იგივე ოღონდ პირიქით არის, ზევიდან იწყება და ქვევით თავდება. ძალიან კაი. შემდეგი, ამარ აქნა. ციმციმა. ეს მაგარი. ხო, ეს საკაიფო არის. აბა ვნახოთ რას ნიშნავს overfit over frame. პროსტა გადაწია. ეს არაფერს არ შვება. ეს მაგარი. ოპა. გასაგებია. არაფერი განსაკუთრებული. შემდეგი, ხო ეს პროსტა keyframe-ებსაც შეგვიძლია გავაკეთოთ ნინელა რო ჩნდება. ამ ეს ადებს ისედაც უკვე ვიწვალეთ მონდაზე. ეს რა არის არ ვიცი. fade into ეს დავიგიდოთ. lock angular point. აუ ეს არის ძალიან კაი რაღაცა. всё, აი ცენტრში იქნება ის მასათა ცენტრი. თან loco საუბოლძო. არა გამოვიდა ყველგან თლიანებიდან behavior-სად იყო და lock angular point-ი opacity layer. ის რა არის თო? ხო, ანუ არაფერი განსაკუთრებული. რამე სხვანაირი არ არის? დაატრიალა ეს. ამას ჩვენს ვაკეთებთ ხელიდან. ესეც არაფერი ისეთი. ნუ trim pass არაფერს არ იზავს წესით. აი wiggle position-ი იქნება რაღაცა. წესით. ნახოთ? ხო, ვითომ ესე ტრიალებს რა. არაფერი განსაკუთრებული. და wiggle scale-ი, wiggle scale-ი მაგრამ აინტერესებს რასწავს. ალბათ ზომაში გაიზრდება და დაპატარავდება ხოლმე, შიგა და შიგ. კი ბატონო, დებილურად ძალიან. და wiggle gemma. ორკეთი ყალებს კი არა და ქანაობს. როგორც ვთქვათ, behavior-ისტებშიც კი არა და behavior-შიც არაფერი განსაკუთრებული მარტივი ანიმაციები არის. ნუ 1-2 შეგვიძლია გამოვიყენოთ ხოლმე ჯიგრულად ძალიან. მაგრამ დღის ბოლოს მაინც ჩვენი საწვალებელია ყველაფერი. ასე რომ